მოგესალმებით მეგობრებო და ნებისმიერ შესწავლის გარეშე მოდი პირდაპირ ვიდეოზე გადავიდეთ და მოკლედ აგიხსნით ყველაფერს. ვინც ჩემს უყურებს და ჩემ ვიდეოებს ისით რომ მაქვს ასეთი კონტენტი. Roblox-ის ეს თამაში ვაკეთებ 1 საათში, ვანახლებ. ეს მეოთხე ნაწილია და ყველაზე ცუდი ნაწილია ეს, რადგანაც ძალიან დიდი განახლების გაკეთება მინდოდა და ყველაფერი გაფუჭდა. არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდა, თან 1 საათი მქონდა დრო, თან სკრიპტის კოდებში რაღაცეები აირია. მოკლედ რომ თქვათ, თამაში დედა მოკლედ ყველაფერი ვეცადე და არაფერი არ გამომივიდა რომ შემეკეთა კოდი. ამიტომაც შემდეგ ნაწილისთვის წავშლი რაიმ კოდებს ვაფშე და გავაუქმებ რასაც ვაკეთებდი. მაგრამ ეგ რომ დავიკიდოთ, რა დროს დამჩა, გადავწყვიტე რომ 2 game mode დავემატებინა, რომ ამენაზღაურებინა ყველაფერი რაც გავაკეთე. მაქსიმუმ ვცადე. მოკლედ ახლა გადავიდეთ ვიდეოზე, განახებთ კლიპებს, მაგრამ მანამდე ასევე გამოვშვი მეორე თამაში, რომელიც ჰორორი არის, რაც შეიძლებოდა მაქსიმუმ ვცადე რომ საშიში ყოფილიყო. ამ თამაშის ლინკი აღწერაში იქნება და ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ ეს თამაშიც და ის თამაშიც დაალაიქოთ, ლინკები იქნება აღწერაში. მოკლედ ახლა განახებთ თუ რა გავაკეთე 1 საათში. მოკლედ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ტაიმერი ჩავრთეთ და პირველი რაც მომიფიქრდა იყო ის რომ დროს ლიდერბორდებზე ვისი ავატარებიც იყო, ყველასთვის უნდა ამერჩიაურა, რომელიც მისთვის უნდა დამეყენებინა. ბოლოს ავარჩიაურა, მაგრამ დრო ტყუილა დავკარგე, რადგანაც მხოლოდ იქამდე მუშაობს, სანამ დავტესტავ. ასევე დეტალებზე, რომელიც ხალხი ვერ ამჩნევდა, გადავწყვიტე რომ დიდი ტექსტი დამეწერა, რომ შეემჩნიათ ხალხს, როგორც update sign-ზე update-ები დამეწერა. შემდეგი რაც გავაკეთე იყო ის, რომ game mode-ების ოთახი დავაკოპირე და მეორეც გავაკეთე. ყველაფერი ეს იყო მეორე game mode-ის გამო. მოკლედ ამ game mode-ის მთავარი მიზანი ის იყო, რომ თამაშებს რომელსაც მე დავასპონსორებდი და გავაპიარებდი, მაგ თამაშებს აჩვენებდა და შეგეძლოთ ტელეპორტი გაეკეთებინათ. ჯერჯერობით ჩემ დასპონსორებულ თამაშს ვამ, მაგრამ კიდევ ერთი სპონსორი მყავს, რომელსაც ვიდეოს გაეჩავს ვამ. თუ ჩავამატე და მაგ დროს შეხვედით, შეგიძლიათ ნახოთ. ლინკი იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. ამას ცოტახანში მივუბრუნდებით, რაღაცეები ცოტა გავაკეთე. შემდეგი რამ რაც გავაკეთე იყო ყველაზე ცუდი არჩევანი ჩემს ხოვებაში მომიწია. მოკლედ ეს განახლება უნდა ყოფილიყო დიდი, რადგანაც Grow Garden-ი დღესაც ტეხავს Roblox-ის რეკორდებს, ძალიან ბევრი ვიზიტი აქვს და Grow Garden-ის ფაილი მქონდა მოკლედ. კოდებს ვარ გაეჭედათ, ძალიან მაგარი update-ი იქნებოდა. ეხლა მეგობრებო ყველაფერს მოკლედ განახებთ. პროსტა უყურეთ, სიარულის ანიმაცია უნდა გამილაგა. და თან არც ისინი მუშაობს, სიდები, გაყიდვები და რაღაცეები. ამის ჩასწორებას მოუნდი ალბათ 1.5 საათი, კი არა, 9 საათზე მეტი მოუნდი. შემდეგ update-ზე პირდაპირ ყველაფერს წავშლი, მაგრამ მაგასაც დო დაჭირდება, რადგან ძალიან დიდი ფაილი ჩავსვი ტყუილა. ჭედავს ყველაფერს და თამაში გამიფუჭა. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და Roblox-ის დამწყები დეველოპერები ხართ, ერთ რჩევას მოგცემთ. თუ განსხვავებული სკრიპტ კოდები გაქვთ, ერთმანეთში არ აურიოთ, თუ რომ ასეთ შედეგს მიიღებთ. მოკლედ უკვე 9 საათზე მეტი იყო გასული, მაგრამ მაინც ვერაფერი დავფიქსეთ. მოკლედ ძალიან დიდი ხანი გავიდა, დრო ძალიან ცოტა მქონდა დარჩენილი, ამიტომაც გადავწყვიტე რომ დარჩენილი დროით ჩემი თამაში გამეპიარებინა. რა თქმა უნდა, ამ ტექსტებს არასდროს არ ვივიწყებ, რადგანაც ძალიან მიყვარს ეს დეტალი. დარჩენილი დროით გადავწყვიტე რომ X-ის და წრის game mode გამეკეთებინა. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ X-ი და წრე არავინ არ იცის. შევდექით მაპის გაკეთებას და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მუშაობს. როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს, შეგიძლიათ 2 მოთამაშეში ითამაშოთ. ასევე მაგიდის გარდა იატაკის ვერსიაც არის. მოკლედ, ყველასთან ვისაც ამ თამაშს თამაშობდი, აქ რომ ხვდებოდნენ მეზის საშუალებით, ვერ ხვდებოდნენ რომ უნდა გადამხტარიყვნენ, რადგან ძის არაფერი არ ჩანდა, ამიტომაც ძალიან დიდ ტექსტს გავაკეთებ, რომელიც იძახის რომ გადახდი. ბოლო რამე რაც დავამატე იყო ის, რომ ეს ლიდერბორდი გადავაკეთე all-time ლიდერბორდად და დავამატე ახალი რეჟიმი. პირველ ადგილას იქნებოდი სერვერზე, თუ დიდი ხანი ითამაშებდი. ეს შენსახელის UI-ის გვერდზე გამოჩნდებოდა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, ვიცი რომ ძალიან ცუდი update-ი გავაკეთე, მაგრამ მეხუთე ეპიზოდში შევეცდები ბოლომდე რომ ყველაფერი დავფიქსო. თქვენთან იყო რაზოლნებალი და დროებით.